მოგესალმებით ჩემო ლამაზებო, ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ თქვენ ასეთი გაშლა. იქნებით თუ არა თქვენ ერთად, მაგრამ აი კიდე რას მივაქციოთ ყურადღება ტრანსფორმაციის მერე. ტრანსფორმაცია რა არის? ანუ როცა რაღაცა იცვლება, თქვენ თვითონ გრძნობთ, რომ ანუ შეიძლება თქვენ წყვილში რაღაცა მიდის ცვლილება, თქვენ დაუშვოთ ახლა ვითარდებით, რამე პრაქტიკებს გადიხართ, ან საერთოდ გრძნობთ, რომ რაღაცა იცვლება. და შეიძლება ტრანსფორმაცია კიდე როგორ ხდება, როცა დაუშვათ თქვენ დაშორებულები ხართ სიტყვაზე და მაგ მომენტში მიდის რაღაცა ცვლილება, ხო? ანუ თუ დაუშვათ შენ რა თქმა უნდა ზიხარ და სუტირი ხარ და თავს ურახუნებ კედელს, ეგეც არ არის ცუდი, მაგრამ გამოხვალ მალე, გამოხვალ მაგ მდგომარეობიდან მაშინ, როცა მივხვდები, რომ რაღაცაზე უნდა ვიმუშაო მე ჩემს თავზე, ხო? და დაუშვათ აი უკვე გრძნობთ, ან შეიძლება დაიწყო რაღაცა პროცესი, რომ უნდა შერიგდეთ. შეიძლება ახალი დაბრუნებული არის ადამიანი, თქვა თქვენ ახლა, იცით ჩვენ ხო კარმულში ჩვენ ახლა მილიონჯერ ახლა შორდებით, რიგდებით, ხო? ხო და ამიტომ აი ტრანსფორმაციის მერე როგორ იქნება, ანუ თქვენი იქნებით თუ არა, ან როგორ იქნებით დაუშვათ, ხო? ეხლა მე ვნახავ რა ხდება ეხლა თქვენ წყვილში და მე უკვე კითხვები დავუსვათ. ეხლა ჩვენ წიგნებს, ხო? ანუ ფსიქოლოგიის წიგნებს ყველა მიცით, ხო? უკვე ვინც ჩემთან დიდი ხანია, რომ ტარო არის ჩემთვის ერთ-ერთი სახელმძღვანელო ფსიქოლოგიის წიგნი არის. რა ხდება? ეხლა რომ ვიცოდეთ, რომ ეს თქვენი სიტუაცია, წამოვიდა ორი. так. Так, რა ხდება აქ ჩვენთან ახლა? მეც არ მეთქი რას უყურებ, ღმერთო ჩემო. მეთქი ეს რა არკანი არ შემოხვედრია, всё, გასაგებია, ახლა გაგიხსნით, ჩემო სიხარული ქონებო, ზუსტად რაც აღწერე, პრინციპში ეგ არის რა. რაც აღწერე. ანუ, ნახეთ ჩემო ლამაზებო, რა ხდება აქ, აგიხსნით. ვისთვის არის ეს, ხო? რა მდგომარეობაში ხართ? ნახეთ. ცხრიანი ხმალების არის ძალიან ესეთი არკანი არის, ამ შემთხვევაში ხედავთ გოგო წევს, აგერ ღამე ირვიძებს რაღაცა კოშმარები შეიძლება ისიზმრება, მაგრამ საერთოდ ხმალები არის ჩვენი ფიქრები, გონება რა. მე ბევრს ფიქრობ, მე არ მასვენებს ფიქრები იმაზე რა ხდება. უძილო ღამეები შეიძლება ეს იყოს ზუსტად იმაზე, როცა თქვენ აი ნახეთ ანუ ვერ ვუშვებ. ნახეთ ეხლა ვერ მოიცადეთ, აი ხო იცით ხოლმე ხო, თქვენ იცით, კაცი რო შევდევარ, მე მოდის და მე მიდის თარგმნა რუსულად ქართულზე რა ღმერთო ჩემი მიშველეთ. ანუ, ესე იგი ნახეთ როგორი სიტუაცია. თქვენ ეხლა ხართ როგორ მომენტში. შეიძლება არის ნერვიულობა, შფოთვა, ღამე გაღვიძება, ფიქრები, რომ აი რა იქნება, აი ზუსტად ეს მომენტი არის, იმიტომ რომ აქ ნახეთ არის რაღაცა პროცესი. აი დილემა არის ეგეთი სიტყვა, რა ვიცი ქართულად არის ეგეთი სიტყვა, ანუ როცა შენ ხარ, უნდა გადაწყვეტილების წინ რა და ფიქრობ, რომ დავასრულო მე ეს ჩემი ურთიერთობა, იმიტომ რომ არის რაღაცა მომენტები, რომელიც მე არ მომწონს, მაგრამ არის რაღაცა ძალა, რომელიც თქვენ შინაგანად ღრმად ზის, რომელიც შენ გეუბნება, რომ მოიცადე, იქნება, აი თითქოს გეხმარება რაღაცა, ნახეთ ძალა, რომ აი იქნება და კიდე აი ნახეთ ეს ხონავი ხო მიდის, ხო? ნახეთ როგორ მიდის აქ, ოთხიანი ცოტა ესეთი სტაგნაცია არის. გაიგე, როცა მეუღებლობა მოდის, როცა შენ უკვე არ მოგწონს ბევრი რაღაცები და შენ უყურებ ან შენ სიტუაციას რა და ფიქრობ, რომ უნდა უკვე გაუშვა რა, ეს გაუშვა. იმიტომ რომ არ მინდა რაღაც მომენტები, მაგრამ ვერც უშვებთ, იმიტომ რომ ფიქრობთ წინ იქნება და რაღაცა გველოდება რა. აი ეს როგორი მომენტი არის, იცი 10-იანი ახლა ყოველთვის რაღაც დამიწევს გვერდხების, ხო? ვგრძნობ რომ უნდა გადავიდე მე სადღაც, всё, მე ვგრძნობ ამას რა, უნდა გავუშვა, მაგრამ გავუშვა ეს ნეგატიური მომენტები, რომელიც არის და აქ თითქოს თქვენ ნახეთ, როცა შენ ხარ ზღვარზე, როცა შენ ფიქრობ, რომ უკვე ანუ დროა, რომ უკვე დავასრულო, იმიტომ რომ მძიმე რამე მომენტები იყო, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცები გამოვლილია, ბევრი არის
ვიცნობიერებული სიტუაციები, მაგრამ აი არა ხართ ჯერ აქ იმ დონეზე, რომ თქვათ აი ეს არის გავუშვა არჩევანზე ხართ, გავუშვა თუ დავასრულო თუ კიდე რამე გვაქვს ჩვენ წინ, გაიგეთ რა ხდება? და თითქოს რაღაცა ძალა აქედან გაძლევთ თქვენ საშუალებას, რომ ეს თქვენი ნავი წავიდეს, ნახეთ. აქ ნახეთ, ნავზე ზის, აი თუ დაინახავთ კარგად, ნავზე ზის ორი ადამიანი, გოგო არის წინ, ბიჭი არის უკან. და აქ არის, ნახეთ, ეს არის აი თითქოს რა ქვია ქართულად მაგას, ვარონკა. ვარონკა არის აი ის რა ქვია, ერთო გამახსენე. ნუ რაშიც ასხავენ წყალს რა. გაროჩი მიხვდებით რა. მაპატიეთ რა, როცა ვიჭედები, ძალიან მაპატიეთ რა, ძალიან რთულია ნაკადში მუშაობა, როცა იმიდის ეს ორი ენა ერთად რა და მირევს twins. ხო და აი ნახეთ თითქოს ეხლა აი ესეთ ამას აქ, აი ნახეთ როგორ აქ ამას პირში უდევს, აი როგორც ესეთი ეს ტრუბეჩკები რო არის წვენს რო სვავენ, ხო იცით? და იქიდან თითქოს იღებს ეგ ამ ნაკადიდან, რასაც აძლევენ, ხო? რაღაცას შველას, ემოციას, წყალი ემოცია. გაიგეთ რომ აი ცოტა მოიცადე რა, მოიცადე რაღაცა და აქ გოგო ნახეთ როგორი მდგომარეობაში, ანუ ნუ გოგო ადამიანი ხო? უყურებს მაინც წინ, მაინც უნდა შეიძლება თქვა, იმიტომ რომ მომავალი არის, საერთოდ ქვევთხები არის მომავალი. მაინც იყურება წინ. ამიტომ აქ არის როგორი მომენტი, დავასრულო თუ მარტო წავიდე ამ ცხოვრებაში თუ კიდე არის რამე იმედი. მართალია. კი. იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, იცით რომ შეიძლება უკვე თქვენ ხართ როგორ იცით კი შეიძლება ეს ადამიანი და ეს პიროვნება ვინც არის თქვენი ნუ არ არის ისეთი რომ აი ჩვეულებრივი პიროვნება არ არის ვისთანაც თქვა აი რო თქვა აი სულ კომფორტულად ვარ ყველანაირად კარგად ვარ ნუ არა უცნაურია მაგრამ მაინც თითქოს გიზიდავს რა ხო აქ არის სიყვარული, მაგრამ სიყვარული როგორ არის? იცით, აი თითქოს ზღვარზე ხართ რა, ზღვარზე ხართ, რომ აი არ ვიცი, აი შველა მინდა. ეს არის ტრანსფორმაცია ზუსტად რა, როცა შენ უკვე მიდიხარ რაღაცა პიკამდე და ფიქრობ, რომ აი რა ვქნა, რა გავაკეთო, დავასრულო, ბოლოს და ბოლოს. თუ რა გავაკეთო და მაგრამ აი ეს გრძნობა რომელიც კიდე გამოძრავებს ის კიდე არ გიშვებს რა ხო აი თითქოს როგორ არის იცით რომ არ იცი რა გააკეთო შეიძლება ვიღაცა გეუბნება დაასრულე მაგრამ რაღაცა არ გიშვებს შეიძლება შიშიც გაქვთ ერთგვარი ისეთი რომ აი ეს აი აქ ადამიანი უშუალოდ ელოდება დახმარებას რა მიშველეთ, რაღაცა მიშველეთ, მითხარით, რა გავაკეთო, აი აგეგეთი რაღაცა არის რა. რა გავაკეთო, მიშველეთ, მეშინია მიშველეთ. ეს არის რა, ეხლა ეს საერთოდ ღრმა სიტუაცია არის, შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ნახეთ როგორი გოგო არის, აქ პენტაკლების დედოფალი არის, ხო? ანუ ადამიანი, რომელიც ბევრ რაღაცას აღწევს ცხოვრებაში, ადამიანი, რომელსაც ახლა ბევრი რამ გამოიარა ცხოვრებაში, ნუ უკვე გამოცდილი ადამიანია რა. და უკვე იცის თავისი ფასიც იცის, მაგრამ აი ეს მდგომარეობა, როცა არის, როცა ადამიანი არის, ნუ ისეთი არა, როგორიც შენ ხარ, ხო? მაგრამ გაქვს კიდე რაღაცა გრძნობა რა, შენ შეიძლება даже იყო ესეთი ადამიანი, რომელიც სხვებსაც არიგებ ჭკუას და დაალაგებ, თქვათ, რაღაც მომენტებზე შეიძლება ეს ხვის სიტუაცია დაალაგო ადვილად, მაგრამ აი შენ სიტუაციაში ვერ ერკვევე კარგად რა, იმიტომ რომ ამიტომ არის რომ ყველას აბსოლუტურად აი თქვენ თუ დაუშვოთ ვინმესთან მიდიხართ, ნუ თქვა და გინდათ სერიოზული დახმარება, ყოველთვის უნდა გითხო და შენ თვითონ ვითარდება, სად ვინმე ყავს ან შენი თქვა მენტორი ან ვიღაცა, იმიტომ რომ რანაირი არ უნდა იყოს შენ მაგარი და უმაგრესი ფსიქოლოგი თუნდაც ხო? ფსიქოთერაპევტი და ფსიქიატრი და ნეიროფსიქოლოგი, ვინც არ უნდა იყოს, ვინც ასეთ სიტუაციებთან მუშაობს, თვითონაც უნდა ყავდეს იმას ესეთი ადამიანი, ვისთანაც ეგ იღებს კონსულტაციებს, იმიტომ რომ
ასეთ მდგომარეობაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ აღმოჩნდეს. მოდით ვკითხოთ მაშინ ახლა ჩვენ ეს ვკითხოთ აქ უფრო ფსიქოლოგიური გვითხრეს ჩვენ სიტუაცია და უფრო გოგო გვაჩვენეს. აბა ვნახოთ, მოდით ახლა ბიჭი ამ შემთხვევაში რა მდგომარეობაში არის, ხო? იმიტომ რომ გოგოზე კი კარგად გვაჩვენეს, იმიტომ რომ აქ უფრო ბიჭებო თუ თქვენი ცანი თქვენი თავი თქვენც თუ ეგრე ხართ, ხო? კი, მაგრამ აქ უბრალოდ ძალიან ბევრი დედოფალი არის და მაინც მინდა რომ კიდევ ვკითხოთ ახლა აი ბიჭების რა მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ არ გამოვრიცხავ რომ უბრალოდ თუ როგორც ენერგია აიღეთ თქვენ, მაგრამ მე რატომღაც აქ უფრო წავიკითხე აი გოგოს, იმიტომ რომ გოგოები ახლა ბიჭებო არ გეწყენოთ, უფრო მეტად რა თქმა უნდა გოგოები მიდიან თერაპიაში, გოგოები მიდიან კონსულტაციებზეც მოდიან, გოგოები უფრო ну ეს ასე არის რა, ასე გოგო, ну სულები ვინც არის ქალის სხეულში, ისინი უფრო მიდიან აი ესეთ პროცესებში და ბიჭები თავისი ქცევები და თავისი საქციელებით ეხმარებიან, ასე რომ ვთქვათ, გოგოებს განვითარებაში და მე ზოგი თვითონაც დგება ამ სულიერ გზაზე. ბიჭი როგორ გრძნობს თავს, ვნახოთ მაინც ახლა ჩვენ ამ სიტუაციაში ბიჭი. Так, ბიჭი არის როგორ არის ჩვენი ბიჭი არის, ანუ ბიჭი როგორ არის, რაღაცას მოლოდინში, იცით რა შეიძლება ელოდება. ესე იგი ნახეთ, მაგას შეუძლია აი რა დაუშვოთ თქვენ ხართ აი ასეთ მდგომარეობაში, ხო? ამ დროს თქვენ შეიძლება ცვალებადობაც გქონდეთ თქვენი ხასიათის. აი აქაც ხო ხვდებით, გოგო მიდის და ბიჭი ეხმარება, თითქოს რაღაცნაირად ეხმარება. აი, მაგრამ შეიძლება ეს რას ფიქრობს, იცი, ну, მე დაგელოდები, შენ ახლა რაღაცა, ну, გაქვს შენი მომენტები, ხო, დაუშვით, იმიტომ რომ გოგოებს არაფერი არ მოსწონს, რომ ბიჭებს ხშირ შემთხვევაში ყველაფერი აწყობს, როგორც მიდის რა სიტუაცია, მაგრამ გოგოს რაღაცა აწუხებს, ხო? და ამიტომ ეს ელოდება, როდის მოხვალ შენ ხასიათზე, ხო? მოლოდინში არის, როდის რა დამშვიდდები და როდის უკვე ისივ-ისე წავალთ ჩვენ რაღაც ახალში რა. კი. მაგრამ ამავე დროს იცით რა გრძნობს რომ თქვენში რაღაცა შეიცვალა, ძალიან კარგად გრძნობს რომ თქვენ რაღაცას ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ თითქოს მართლა გამოსავალს ეძებთ. გაიგეთ? ანუ ხედავს რომ შეიძლება უკვე თქვენზე დამოკიდებული არის, ну დამოკიდებული კარგია იმით, რა ქვია, ას თვალსაზრისით რა, რომ იცის რომ აი აქ გრძნობს ძალიან კარგად ეს ბიჭი რომ თქვენში მიდის რაღაცა ტრანსფორმაცია და თქვენ იცვლებით. ეგაც ძალიან კარგად ხდება, იმიტომ რომ აქ შეიძლება თქვენ რამე პრაქტიკებს აკეთებთ, ხო? თქვენ ახლა მაინც გვერდხების დედოფალი ყოველთვის ეს არის უფრო ყურუმის ენერგია, ხო? ანუ ქალი, რომელიც არის აი ესეთი მიმზიდველი, იზიდავს თავისი უცნაურობებით თუნდაც, ხო? ან იმიტომ რომ მაგას იმის მიუხედავად რომ ძალიან მის მოქმედი პიროვნება არის და რომელიც აი სულ ქმედებაში არის, მაინც აი არის ისეთ მაგას ეს პრაქტიკებიც აინტერესებს ყველაფერი რა. ხოლოდ აი ნახეთ თასების დედოფალსაც კი აინტერესებს ეს ძალიან ემპათია და ეგეთია რა, მაგრამ უფრო გრძნობი არის. კვერთხების დედოფალი ცოტა უფრო უხეში არის, მაგრამ მაინც ეს უფრო რაციონალიზატორია რა, უფრო უყურებს, აი მე რას მომიტანს ეს პრაქტიკა, მე რას მომცემს, თქვათ ეს ფსიქოლოგი, მე რას მომცემს ეს გაშლა. აქ ეს даже თემას არჩევს, გაიგეთ, ანუ რას ამას მოусმენ, ამას არა, ამას ვენდობე, ამას არა, ეს კარგი სპეციალისტი, ეს ამას უფრო მეტი მსგავსება აქვს რაღაცა კიდე რა ქვია, ხმალების დედოფალთან რა. უფრო აი ეგეთი რაღაც, ну, იმიტომ არის ახლა იმპერატრიცაში რო შედის აი 4-ვე ენერგია ქალის, ხო ხდებით რა. ხო, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ცოტა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველას. და ამიტომ ახლა ნუ ბიჭი პრინციპში არის მოლოდინში, მე შენ გელოდები, კი, მე შენს გვერდით ვარ, მე შენ გელოდები, თქვენ ხართ გრძნობს რომ მაინც ჩვენ ვართ წყვილი, მაგრამ ხდება რომ რაღაცა თქვენ წყვილში იცვლება, კი, იცვლება. კი, მაგისტრისაც არის ძალიან დამღლელი, მაგრამ ეს პერიოდი თქვენი ტრანსფორმაცია, ნახა ტრანსფორმაციაზე ვთქვით და ახლა წამოვეთ თქვენს ტრანსფორმაციაში ნახეთ. კი, ამისთვის არ არის ადვილი, მაგრამ ეს თვითონაც აქ იზრდება.
იცვლება ეს ადამიანი, იმიტომ რომ ხდება რომ რაღაცა პერიოდი შეიძლება პასიურად იყო და ეს ადამიანი დაუშვათ არ მოქმედებდა, იმიტომ რომ ეს დიდი ხანია გელოდება, ეს არის პენტაკლების პენტაკლების რაინდი არის ნელი ენერგია, გაიგეთ, მე გელოდები, მაგას მოსწონს აქ რაც ხდება, უბრალოდ, თქვენ უყარხარ და ასე შემდეგ, უბრალოდ გელოდებათ, აბა უყურებს, აბა რა იქნება, რა შედეგი იქნება. იმიტომ რომ თითქოს ეს არის მოთმინება, მე შენი მესმის, მე ვცდილობ შევიდე შენ მდგომარეობაში. ანუ მე-12 ენერგია ეს არის, როცა ხვდები რომ შენ უცნაური ხარ, სხვანაირი ხარ. რაიგეთ? და კი, მაგისთვის არ არის ადვილი, მაგრამ ამავე დროს თვითონაც მიდის და იცვლება, ხვდება რომ რაღაცა უნდა შევცვალო. ეგა ნახეთ თქვენზე, ნახეთ. თქვენ ხართ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, ძალიან დიდი პატივისცემა. აქ არის ისეთი მომენტი, რომ თქვენ ხართ ის ქალი ოცნება, სხვათა შორის, აქ მე ვერ გეტყვით, რომ ბიჭს აქ ის ფიქრები, რომ მე მინდა შენთან ურთიერთობა დავასრულო, მე მინდა, არა აქვს მნიშვნელობა, სხვათა შორის, აქ არც სხვაობას, აი რანაირიც არ უნდა იყოს სხვაობა, ხო? რელიგია, ასაკი, რა ვიცი მე. არა, აქ არის როგორ შენ ხარ ის ვარსკვლავი, რომელიც მე მინდა, შენ ხარ ის ქალი, რომელიც მე მინდა, მე შენ აგერჩიე. მორჩა, თქვენ აქაც მოდიხართ როგორც წყვილი და პლუს კიდე რამხელა მნიშვნელოვანი ქალი ხარ თქვენ. იმიტომ ანუ ჩემი წინათ მზღოლი თუ როგორ ვთქვა, რა ვიცი, ეს სიტყვები კიდე ვერ აქაც წყვილი. არა, ეს ადამიანი ნახეთ, თუ თქვენ ცოლ-ქმარი ხართ, აქ უკვე ლაპარაკი ზედმეტია რამეზე, ხო? და თუ თქვენ ერთად ხართ უბრალოდ, ხო? თქვენ ხართ აი უკვე წყვილი, ყველა სექსუალურადაც ძალიან კარგი წყვილი ხართ და ისედაც რა, აი ცხოვრებისეულადაც კი. ახარ წყვილი ამ ყოველ შემთხვევაში ამ ბიჭის ფიქრი მე დაგელოდები, რამდენიც არის საჭირო, ოღონდ კარგად იყავი, გაიგეთ რა ხდება? მე დაგელოდები, მე ყველანაირად, იმიტომ რომ ეს ბიჭი სულიერად არის თქვენზე მიჯაჭვული. ნახეთ, აქ არ არის ის მიჯაჭვება, რომელიც არის აი ეშმაკე რო ყოფილიყო. აქ სხვანაირად, თქვა, სექსუალურად არის, რაღაცი ფულის გამო, რაღაცის გამო, ხო ხდებით რა? ან იმის გამო, რომ შენ ტვინი ამოგიჭამო და შენ შეხვიდე იმ პრაქტიკებში და ტირილებში და რაღაცებში. არა, აქ როცა არის ჩამოკიდებული, ეს არის უკვე როგორი მიჯაჭვლება, როცა უკვე შენ რაღაცა ის სულიერადაც მე არ შემიძლია შენს გაეს, სულიერად, შეიძლება ფიზიკურად კაი, მაგრამ სულიერად არ შემიძლია. იმიტომ რომ საერთოდ იცოდეთ, რომ მამაკაცები არ გვირჩევენ ჩვენ, კი, თავიდან რა თქმა უნდა, ყველას მოსწონს სილამაზე, მაგრამ რამდენი გოგო არის მოდელები ისეთი ლამაზები, რა შეიძლება გადაგეკეთოს იმის სილამაზე, მაგრამ მარტოა, იმიტომ რომ კაცები და რამდენიც გინახეთ თქვენ გოგოები, რომ შეიძლება მსუქანი იყოს და რომ შეხედა ღმერთო ჩემ რას გავს. ხო გითქვიათ, მაგრამ არის ბედნიერი და კაცები ესევიან, იმიტომ რომ კაცები საერთოდ მაინც ვკითხულობთ ჩვენ ერთ ენერგიით, ხო ვირჩევთ, მაგრამ ბიჭებს სხვა რაღაცა მოსწონს ჩვენში, ჩვენი ენერგეტიკა შეიძლება ხმაზე, შეიძლება ეს უფრო როგორ არის, იცით, მე როგორ ვგრძნობ თავს, შენ შეიძლება დაჟე სხვათა შორის არ გრძნობდეს კარგად ახლა შენს გვერდით, იმიტომ რომ რას მხრიდან თქვა, აი სხვაობას ვიძახე, ხო, თქვა, ახლა ფინანსურად თუნდაც, ხო, დაუშვენ, მაგრამ გოგო თქვა უფრო მეტია გოგოს ვიდრე ბიჭს და ეს ვერ გეწევა. მაგრამ აი ეს ენერგეტიკა თქვენი იმდენად აი ვერ მივდივართ, რომ რა უშლის ხელს, მე ვიცი გოგოები ხა წლები არიან, თქვა, რაღაცა ვერ ტოვებს, იმიტომ რომ იმდენად კარგად იყვება შენი ენერგიით, რომ არ მინდა, არ შემიძლია აი ეგეთი გემრიელი ენერგია შენ რო გაქვს, მე ვერ ვხედავ სხვებში, თორე შეიძლება რამდენიც გინდა აი ბიჭები, გითხარით, короче, მაგალითები გითხარით ყველანაირი და ამიტომ ეს არის. ეხლა მოდით აბა ვკითხოთ ჩვენი ეხლა ეს აქ გავიგეთ ჩვენ გრძნობებით ყველაფერიც რა თქმა უნდა არის აქ ადამიანი ეხლა გიგებთ ყველანაირად ცდილობს არსად წასვლას, ეგ არაპირებს, ეგ იცოდეთ კარგად, აქ ვაფშე არსად არაპირებს წასვლას, მაგრამ ჩვენ ნახოთ ეხლა მაინც
აი აქ გოგო მყავს უფრო ტრანსფორმაციაში რა. მოდით აბა მაშინ, იმიტომ რომ ბიჭი გელოდებათ ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ეხლა შეიძლება სხვათა შორის ეს ბიჭი ზოგისთვის საჯარო გაშლა გვაქვს ჩვენ, ამიტომ მაგასაც ვიტყვი, რომ კი შეიძლება ბიჭი ცოტა დისტანციასაც დაიჭერს. კაიგეთ, შეიძლება თქვენ გაქვთ ეს თქვა დისტანცია თუ გაქვთ და მანძილზე თუ ხართ და დიდი ხანია ხართ, ეს ბიჭი ათვალიერებს თქვენ სურათებს, კაიგეთ და იქიდან იღებს ამ თქვენ ენერგიას. თქვენი ხო გითხარით, თქვენი ხმა, თქვენი სურათები, ეს ენერგია, ყველაფერი ეს გემრიელობა იქიდან მოდის მაგასთან, გაიგეთ? აი ესეც არის აქ რა. Так, მოდით ვნახოთ ეხლა და მაგრამ აქ გოგო გეუბნებით, აქ არის გოგო ტრანსფორმაციაში. ხო, აი ეს დავამთავრე. და თუ არ აგწერს სიტყვაზე, ხო, ეს ბიჭი, იცოდეთ, რომ ის რა ქვია, აქ არსად არ წავიდა ეს ბიჭი. არა, ეს ბიჭი არის, ანუ თუ იცანით ის, რაც მე წინათ თქვი ახლა, ესე იგი ეს უბრალოდ თქვენ გაცდის, ანუ რას იზავი შენ ახლა. თითქოს ანუ აი უბრალო ენით, რომ კაი ეს იგიჟი გაუვლის მაგას და მე იმას ისავს რა და მე ჯობია ცოტა ხანი ვაფშე დავანებო თავი და მშვიდეს. აი ეს არის უბრალო ენით რო გითხრათ, გაიგეთ? აი ეგეთი რამე. მაგრამ მოდით ვნახოთ ახლა გოგო როგორ გამოვა აი ამ ტრანსფორმაციაზე, რა შედეგებით გამოვა. მოდით ასე ვთქვა და даже როგორ იცით რა შედეგები იქნება მისი აი შინაგანი, ხო? და აი ამ ბიჭის მიმართ როგორ წამოვა, გაიგეთ ეს გოგო, აი ესეც ვნახოთ, შინაგანად როგორ გაივლის შენ ტრანსფორმაციას, აი როგორი იგრძნობ თავს. და აი შენი პარტნიორის მიმართ როგორი განწყობა გექნება მაგ ტრანსფორმაციის მერე. ანუ შენ შინაგანად როგორ იქნები. აი ნახეთ, თქვენ აქ ნამდვილად კარგად იქნებით ძალიან, თქვენ გაუმკლავდებით ამ სიტუაციას ყველანაირად და ძალიან კარგად იგრძნობთ თავს. იმიტომ რომ ნახეთ, აქ თითქოს ანუ ისეთი ენერგია, აი რაღაც კაცის ენერგია არის აქ, ანუ კაცს შეუძლია უფრო მეტი ქმედება, გაიგეთ? ანუ თან ახლა ნახეთ, თქვენ რა მდგომარეობიდან გამოდიხართ, ხო? ანუ აი და ამ ბიჭს სხვათა შორის ძალიან მაგარი ინტუიცია აქვს, ეს ძალიან კარგად ხდება და გრძნობს, რომ თქვენ იმის მიუხედავად, რომ ძალიან მაგარი გოგო ხართ, ხო? თქვენ მაინც რაღაცებს აქ რაღაცა პრაქტიკებს გადეხარ და მე მგონი ეს აი ინტუიციით მაინც გრძნობს, რომ თქვენ რაღაცა დრო გჭირდებათ, გაიგეთ, დრო გჭირდებათ და ამიტომ აქ დიდი ხანი კიდე სჭირდება და მაგრამ ეს პრაქტიკები, რასაც თქვენ გაევლით, არ ვიცით ვინ რას გადის, თქვენ ნამდვილად გამოხვალთ და აი თქვენს თავს, თქვენი თავის ფას მოიპოვებთ ყველა ვარიანტში რა. უფრო შეისწავლით რას, ანუ თქვენი ემოციების მართვას ისწავლით, გაიგეთ? ანუ უკვე დაუშვოთ აი უფრო მეტი ანუ სხვანაირი კი იქნებით ყველა ვარიანტში რა, იმიტომ რომ თითქოს აი მიხვდებით აი უფრო როგორ უნდა მართო საერთოდ მე ჩემი ენერგია, რომ ეს არის ენერგია, ხო? თქვა, მოდით ახლა ვნახოთ ბიჭის მიმართ როგორ იქნებით. ამ თქვენი პარტნიორის მიმართ როგორ იქნებით. არა საინტერესო პოზიცია გვაქვს ჩვენ აქ. იცით როგორი მომენტი არის, გოგოებო? აი შეხედეთ. აქ შეიძლება თქვენ მიდგომა შეიცვლება ძალიან მაგარი, ნახეთ. აი აქ ხო გითხარით პოზიცია არის, რომ მე მეწოდება, ხო? იმიტომ რომ მეოთხე ენერგია და აი აქაც კიდე, ხო? ანუ ხო ვთქვით, ნახეთ თავიდან. არ ვიცი რა გავაკეთო, ხო ხედავთ კარგად კი? არ ვიცი რა გავაკეთო. ვნერვიულობ. დავტოვო, არ დავტოვო. რა ვქნა. ხო ხვდებით რა? აი აქ ეს შეწოდების მომენტი, დედიკობის როლების თამაში რო გვიყვარს ჩვენ, ხო? ეს წავა სხვათა შორის ეს.
აი თითქოს თქვენ ის სადაც თქვენ ხართ, ახლა ის დაგეხმარება თქვენ ეს პრაქტიკები, იმიტომ რომ ახლა იქ რო ხარ, ახლა თუ რამეს გადიხარ ხო ყოველთვის, დახმარება იქნება თქვენ ამ ბიჭის მიმართ შეიცვლებით. აი ეს იცით როგორ არის? ანუ ეს მომენტი რომ იმიტომ რომ ბევრჯერ ჩვენ, აი თქვათ, რამეს არ აკეთებს მეწოდება. აი თუნდაც იმის თქვათ, რომ აი არის ჩემს გვერდით, არსად არ მიდის და მე ეს მომწონს, ხო? მაგრამ მე არ მომწონს სხვა რაღაცები, მე არ მომწონს. არის რაღაცა თქვენში ემოციები, რომელიც თქვენ არ მოგწონს ამასთან ურთიერთობას, იმიტომ რომ აქ ჩვენ ვკითხეთ თქვენ შორის რა ხდება. ხო ხდებით რა? და ამიტომ მე ეს აღარ მომწონს, მაგრამ ძნელია იყო თქვენთვის, ნახეთ, რომ ეს გამოუშვა. აი ხაც გიჭირთ, ხო? რომ აი რა გავაკეთო მე, ეხლა დავასრულო თუ რა ვქნა. და აი აქ რატომ აი ეს კითხვა რატო, ანუ მეწოდება თქვენს აი ამას ყველა ვარიანტში იგრძნობთ, რომ ეს ადამიანი მაინც არის აი ნახეთ პატარა ბავშვით აი აქ ზის ხო და სჭირდება დახმარება და მე თქვენ უკვე პრინციპში დაიღალეთ აქ ამ დახმარებით და ამ შველით. გაიგეთ რა ხდება, იმიტომ რომ თვითონ რომ დაიწყე, იმიტომ რომ ის აი ეს იქნება ბიჭის პოზიცია, რომ მიშველე, გამომიყვანე, მომაწოდე ხელი. გაიგეთ? პატარა ბავშვი და თქვენ უკვე აქ დაიღალეთ, უკვე ამდენი შველეთ. გაიგეთ რა ხდება? და უკვე იმიტომ ვთქვით, აი აქაც უკვე ჩამოკიდება, აქაც არის რა. ანუ უკვე დავდივარ როგორ, უკვე აღარ ვიცი რა, რაღა გავაკეთო. ეს ერთობა აქ იმპერატრიცე ხო ჩვენი და ანუ ეს შემოსწავლების საყურადღებოთ აქ ხო? მე-12 არკანი, იცით თქვენ ახლა ეს ჯაჭვი როგორ მიდის, ხო? ანუ ესე უკვე დავიღალე, აღარ მინდა, მე უკვე დავიღალე. და ამიტომ ეს თქვენ ამ ტრანსფორმაციიდან გამოხვალთ, როგორ იცით, всё, აღარ მინდა შენი შეცოდება. აღარ მინდა შენი უკვე. მე უკვე მინდა, ანუ უფრო ბედნიერება მინდა. კიდე აბა ნახოთ, ახლა ჩვენ ეს სამიანი კიდე შევიდეთ. კი, თქვენ როგორ ახართ, ის აი აწონ-დაწონით სხვათა შორის ამ სიტუაციას რა, უკვე დაფიქრდებით. ანუ ეს ბევრი აქ გეუბნებით თქვენ რაღაც ძალიან ეს ტრანსფორმაციები, ეს არ ვიცი რა პრაქტიკებში კიდე გეუბნებით, ნუ აქ რაღაცას აკეთებთ, მედიტაციებს აკეთებთ, რა ვიცი, ვინმეს უსმენთ, რაღაც კურსებს გადიხართ, ხო? ყოველ შემთხვევაში ესეთი სიტუაცია არის, რომ თქვენ აწონ-დაწონით ყველაფერს ამას რა. აქ ბევრს იფიქრებთ თქვენ კიდე ამ აი თქვენთვის რა არის აქ უფრო და აი აქ კიდე მიდის, გაიგეთ? დავასრულო თუ არ დავასრულო. გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან, როცა გეძინათ. გამოდიხართ, ისწავლით. კი. აქ იცით როგორი მომენტი არის, თქვენ ისწავლით აქ თქვენს ფასს. იმას რომ მე ვარ ძვირფასი. აქ თითქოს როგორი მომენტი იქნება, იცით თქვენი მასშტაბირობა წავა, აქ даже ფინანსურად გაიზრდებით სხვათა შორის თქვენ. თან ძალიან მაგრად გაიზრდებით. მიდის რაღაცა თქვენი ცხოვრება შეიცვლება. აქ არ გამოვრიცხა ვიღაცა შეიძლება даже ქვეყანაც შეცვალოს. თუ ვერ რისკავდით წახვალთ, მაგრამ მე მაინტერესებს ბიჭის მიმართ როგორ იქნება განწყობილი აი ამ პერსონაჟთან, აი ვინცაც ჩვენ გაშლა გვაქვს. ამას ადგილს კი მისცემთ თქვენ, იცით, მაგრამ აქ როგორი მომენტი არის. კი, აქ ნახეთ, აქ არის როგორი პროცესი, იცით?
შიში შეიძლება გექნებათ რაღაცა, ხო? დავტოვო, არ დავტოვო, მაინც გექნებათ. რომ აქ ეთყობა ღრმა ტრანსფორმაციას გაივლით თქვენ, ბევრი ბრძოლა გექნება თქვენს თავთან, გაიგეთ, ძალიან ბევრი ბრძოლა. დავტოვო, არ დავტოვო, მინდა, არ მინდა. წავიდეთ წინ, არ წავიდეთ წინ. ანუ აქ ძალიან ღრმა ტრანსფორმაციას გაივლით, რომ აი გოგოებო, ვინც ხართ, აი ანუ მოემზადეთ, რომ ადვილი არ იქნება, ხო? აქ შეიძლება თქვენ ну ძალიან დიდი ტრანსფორმაციები, მაგრამ საბოლოოდ მე ვფიქრობ, რომ ვინც მოერევა, მოდით ასე გეტყვით. ვინც მოერევა ამ ყველაფერს და აქ არის ეგრევე გაფრთხილებთ, რომ აქ ან გელოდებთ, ან ხართ მაღალი, ну ძალიან ისეთი ტრანსფორმაცია. თქვენ აქ ჭირდებათ უეჭველი ადამიანი, ვინც თქვენ დაგეხმარებთ. თქვენ პრინციპში ამას თვითონაც კარგად ხვდებით. მარტო ასე ტრანსფორმაციას გავლას, ვაიმე, აი მტერს არ უსურვებ, მე მქონდა ეგ პერიოდები, ეგ ვიცი რაც არის, ძალიან. იმიტომ ვარ ახლა მე თვითონ მყავს ჩემი მენტორი და ჩემი თერაპევტი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ახლა ნამდვილად რა. იმიტომ რომ მარტო ძალიან რთულია. ახლა თერაპევტი მაგიტომ კი არ გჯერათ, ну ფსიქოლოგი დაუშვოთ, რომ შენ ახლა გიჟი ხარ და ვერ ლაგდები. არა, იმიტომ რომ არის რაღაცა მომენტები, რომელიც მარტო შენ ვერ გაივლი რა, გჭირდება აუცილებლად ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის. ნახეთ აქ უყვარს ამ გოგოს, უყვარს რაკნას, უნდა გაგრძელებაც ურთიერთობის უნდა, მაგრამ просто არ იცის რა გააკეთოს ჯერ. ხო, ნუ სიგნიფიკაცია იყო. ხო და ამიტომ ნახეთ, მე გეუბნები თქვენ, რომ აქ კი ბატონო არის აქ დიდი პერსპექტივა, რომ იქნებით ერთად. არის უდიდესი პერსპექტივა, მაგრამ აი აქ უნდა გაიაროთ, აი ძალიან მაგარი ტრანსფორმაცია. მოდით იცით რა კიდე მინდა ვკითხო და თვითონ ბიჭი რამდენად შეიცვლება ამ ტრანსფორმაციის დროს. კაი, მოდება ვკითხოთ. ბიჭი როგორ შეიცვლება ამ ტრანსფორმაციის დროს. რომ სხვადასხვა ეს დაფიქრდება, რამე შეიძლება აი თუ ფინანსური მდგომარეობა არ იყო კარგად დალაგებული მაგაზეც დაფიქრდება და მიხვდება რომ უკვე დროა მოვიდა რომ იმოქმედო რომ აი ასე თუ ვიქნები მე ხა და ვერაფერს ვერ ვიზავ, ხო? აი არაფერი არ იქნება სტაბილური, როგორ შეიძლება. გოგოება არის, იცით როგორი მომენტი? აქ თითქოს ამაშიც მიდის ესეთი მომენტები, რომ ვინ საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას, შეიძლება ვერ წავედეს, საბუთებს ვერ გააკეთებს, ხოთ შეიძლება რომ იცოდეთ, არ გამოვა. მაგრამ გამოსავლის ძიებას დაიწყებს კი. აქ სხვადასხვის ეს ბიჭი მართლა ძალიან დაფიქრდება იმაზე, აი ამაშიც იქნება ტრანსფორმაცია გოგოებო იქნება. მაგრამ მე ეგრევე გეუბნები, ეს არ იქნება ერთი დღე და ორი დღე, არა, აქ ძალიან ხანძლივი პერიოდი. აქ კი ცვლილებაც წავა და რამე რომები, მაგრამ უბრალოდ როგორ всё. დისკომფორტს იგრძნობს ეგა, რომ არა იმპერატორი ვარ და მისი ეგო მე გაიღვიძებს და ჩააგდებენ და მე კი ჩემო სიხარულებო, აქ სიყვარული კი მოიგებს და ყველაფერი, მაგრამ ეს იქნება ვისთვის, იცით ეს ყველაფერი, ვინც ნამდვილად, ანუ მოთმინება, თუ გაქვთ თქვენ მოთმინება, თუ თქვენ ჯერ კიდე არ მოგბეზრდათ, თქვათ ეს ყველაფერი, თუ თქვენ აიტანთ ამას, მაშინ კი
კი, არის დიდი ალბათობა, მაგრამ მე გავფრთხილებ, რომ ეს არის აი ერთი წელი მაინც დაგჭირდება თქვენ აი ამ ყველაფრისთვის. იმიტომ რომ ადვილი არ იქნება თუ ხართ მზად, თუ თქვენ ნამდვილად ხართ ეხლა თვითონ თქვენს თავთან გაქვთ ეს მომენტები, რომ გადეხართ ამ თერაპიებს და ამ ყველაფერს, ხო? ნუ ეხლა გეუბნებით თუ მარტო თქვენთვის რაღაცებს საკეთებთ ეს ძალიან რთულია, ნუ კი ბატონო, ოკეი. თუ ვინმე ყავთ უკვე ადამიანი, რომელიც თქვენ გეხმარებათ, ეს ვაფშე ძალიან მაგარია, იმიტომ რომ არის დიდი შანსი იმისი, რომ თქვენ იქნებით ერთად, მაგრამ ბევრი სამუშაო გჭირდება თქვენს და ბევრი სამუშაო ჭირდება მასაც რა. და მაგ შემთხვევაში კი, აი რა სამუშაო ეს უკვე ყველას მე რატო ვაკეთებ ბედის მატრიცასთან ერთად გაშლებს, როცა მოდიხარ ჩემთან კონსულტაციაში, იმიტომ რომ იქ მე კარგად ვხედავ რა პროგრამები არის, რა უზის ადამიანს თავში, სულის გზა, სულის ამოცანები და უფრო ადვილი არის გაგება, რაზე უნდა იმუშაო შენ. გაიგეთ? იმიტომ რომ როცა შენ ასე იჯდები და აბა რა გავაკეთო, რა ვქნა, მე რა ვიცი, აბა რა ახლა კი ერთი წელი კი არა, უკვე ამდენი ხანი ვიბრძვი და ვერ გავიგე ვერაფერი. მასეც იქნება, იმიტომ რომ მარტო ძნელია გამოსვლა, როცა შენ გაქვს საშუალება, საშუალებას რას გულისხმობ? საშუალება რო არის ახლა ინსტრუმენტები უამრავი, რითიც ჩვენ შეგვიძლია გავეგოთ ჩვენი სულის გზა და რისთვის ვართ ჩვენ აქ და ამაზე ვიმუშავთ, მithumetes ამ პარტნიორთან კონკრეტულთან რას გავდივარ, აი ჩვენ ახლა უკვე ჩვენზე ეს არჩევანი, მე ამ ინფორმაციას ავიღებ თუ კიდე ვიწუწუნებ ფული არა მაქვს, ეს არა მაქვს, ეს არა მაქვს, ეს უკვე სხვა თემა. ხო და ამიტომ დაფიქრეთ, გაქვთ გზა, რომელიც უნდა გაიაროთ ყველა ვარიანტში ამ პარტნიორთან, ხო? არის ვარიანტი, რომ შეიძლება თქვენ მაგას გაევლით, შეიძლება არ გაევლით. ეს უკვე არის თქვენს მოთმინებაზე და თქვენზე დამოკიდებული, რამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ ახლა არ გაგიშვებენ ჯერ ცოტა ხანი, იმიტომ რომ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს გზა უნდა გაიაროთ რა. მაინც ახლა ეს სიტუაცია გაგიყვანთ, თქვენ არ მოგასვენებთ. სანამდე თქვენ არ დაადგებით იმას, იმიტომ რომ ეს პარტნიორი მართლა დიდი ხანია ცდილობს, რომ რაღაც თქვენ გაგიყვანოთ ისეთ გზაზე, სადაც უნდა გაიხსნეს თქვენი რაღაცა ნიჭებიც და ასე შემდეგ. всё, მე დავასრულე. მადლობა რომ ჩემთან იყავით, გელოდებით კომენტარებში, ძალიან მიყვარხარ და მიყვარს თქვენი კომენტარების წაკითხვა, ეს არის ჩემი ენერგია, ეს არის ჩემი სტიმული, რომ მე თქვენთვის იმის მიუხედავად რა მდგომარეობაში ვარ მე თვითონ, რომ ჩაგიწეროთ გაშლები, იმიტომ რომ ვიცი რომ მელოდებით, ვიცი რომ ხა თუნდაც ერთ ადამიანსაც თუ ვჭირდები, კი ბატონო, ვაფშე პრობლემა არ არის, მთავარია რეზონირდეთ და მთავარია დაგეხმაროთ. всё. მომავალ შეხვედრამდე.